ამ ტყეში მოხვედრა შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს, იმიტომ რომ ეს სივრცე და ასეთი სივრცეები შეიქმნა თქვენთვის. არ ვიცი ამდენად გახსოვთ, მაგრამ გასულ წელს მე ვიმოგზაურე საქართველოს რეგიონებში, სოფლებში დავდიოდი და გაჩვენებდით სოფლებში ტურისტულ ცენტრებს. აი ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ მე დანდალოში ვნახე უბუდი. უბუდი არის მაღალმთიანი ტყე ბალიზე. და ჩვენ ერთის მხრივ ეს არ არის სარეკლამო სიუჟეტები, ამაში ფული არავის არ გადაუხდია, ჩვენ ვარჩევთ ისეთ ადგილებს, რომელსაც ვფიქრობ, რომ არ აქვს შესაძლებლობა მარკეტინგში და პიარში ფული დახარჯონ და თან მეორეს მხრივ განახებთ თქვენ საქართველოს რეალურად. რა საოცარი ადგილები გვაქვს და თან ვეხმარებით ამ ადამიანებს მაქსიმალურად მეტმა ადამიანებს სიტყვა რეკლამა არ მომწონს, მაგრამ მაქსიმალურად მეტად გავავრცელოთ ინფორმაცია მათ შესახებ. ბევრი მათგანი დიდი ხნის წინ შეიქმნა, ბევრი მათგანი ახალია, მაგრამ ყველა რომელიც ავარჩიეთ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. აჭარა თავისი ზღვით, მთით და თავისი საოცარი სივრცეებით აძლევს შესაძლებლობას აქაურებს ადგილობრივებს, რომ მართლა სამოთხეები შექმნან ამ ტერიტორიაზე და სწორედ ამ სამოთხეებს ვათვალიერებ. ამ სამოთხეში ვარ ახლა, ამ წუთას. ამ სამოთხეში დავრჩი გუშინ ღამით. ეს იყო საოცრება და დღეს დილით გავიღვიძე. 7 საათზე ჩიტებს უსმინე, მთებს ვუყურე, მე აუზში ჩავედი. ანუ მოკლედ რა. მე მინდა რომ თითოეულმა თქვენგანმა მოახერხოს საქართველოს ის ადგილები ნახო, სადაც მე დავდივარ და მე ვგიჟდები. ზაფხული რომ მოდის, მიხარია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ეს ტური მელოდება, საქართველოს ტური. გავუმყევით საქართველოს ტურში მოკლედ. ვიმოგზაუროთ ერთად. Rakorhat, mupero korhat, argat, nasa gamar jogat, rakorhat. Seksiya mono, aku masti jadiya. Mera perswat kop gamar jogat. Sab natural uri akan dapat gamar jogat. Ayda, gamar jogat. Argat gamar rakorhat. Gamar jogat, rakorhat. Koni sene. Çera, çera. აბა ერთი ესეც ჩემი სიყვარული შევალიკ და და ხუთი საოცრება. ანუ აქ ნახე რა საქართველოს დროშა რა. ხებს როგორ უხდება ქართულ ხებს. როგორ უხდება ნახე რა. ზეს, ცას. ჩვენი ქვეყანა არის აი ასეთი რა. მოდი ვნახოთ შიგნით რა ხდება. კაი. კაი რა კაია შეხი. აქ არის ერთი საძინებელი, მოწესრიგებულად დაალაგებული პირსახოცებით ყველაფრით. მოდი ვნახოთ აბაზანა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის. ვა. აქ აბაზანა ყველაფრით. აქ სამზარეულო. და ზემოთ როგორც ვატყობ არის მეორე საძინებელი. და აქ არის კარაოკე. ნახე რა, როგორი გასართობია, მოდი აქ რა. მიქსერი, კარაოკე, მუსიკა, დროს ტარება, გუგუნი, გართობა. აქ არის მეორე, მზის სხივები, ძალიან ლამაზია. ულამაზესია. და იქ ხედი არ მჯერა. რა საოცრება ხოხნა. აქ ყავისმით, აქ გამოსვლით და ახმით რა ცხოვრება არის ძალიან მშვენიერი. ძალიან. დავიწყოთ? კი ბატონო. იცით რა მაინტერესებს ეს აქაური მარწყვა და ქედის მარწყვია. მართლა ეს? მე მინდა რომ ნახოთ. ეს არ დავდე, მე შევჭამ ამას, არ იფიქროთ რომ იმის დავუდე. მე გიახლებით.
უბრალოდ მინდა რომ ხედავდეთ მარწყვის სიდიდეს. ადგილობრივი მარწყვი, მაინც რო იცოდეთ. რამდენი ხანია ეს 64 მოაწყვეთ? დაახლოებით 2 წელია. მეორე წელი იქნება ეხლა. ესე რა ვთქვათ, ჩვენი იდეის ჩამოყალიბება, განხორციელება საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. ეს არ დაიწყო ერთი დღის ან ერთი თვის შედეგად. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობთ ამ იდეის განხორციელებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი პროფესიაც ისეთი მაქვს, არქიტექტორი ვარ, მამაც არქიტექტორი მყავს და ბავშვობიდან მამის გვერდში ვიზრდებოდი. იქიდან გამომდინარე, მქონდა შეხება პროექტებთან, ვაკეთებდი ასეთ სილამაზეებს და მეც გამიშთა ინიციატივა, რომ სხვა სიკეთებაში ჩემის გამეკეთებინა და მქონოდა სურვილი და მესვენა შვიდად და ლამაზად. ეს მიწა არის შენი წინაპრების. კი ბატონო. ეს თქვენია. რაზეც დგას ეს სახლები. ერთის მხრივ იდეა გაჩნდა დათვალე, მივხვდი რომ რაღაცები უფრო იაფი დაგიჯდებოდა ვიდრე რომ შეგეყვეთა, ალბათ ხო? კი ბატონო. მაგრამ მაინც ფული გჭირდებოდა ამისთვის. კი ბატონო, ამაში ფული მჭირდებოდა, მაგრამ ბევრი გზა ვცადეთ, მივმართეთ სხვადასხვა გზებს მივმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ არანაირ. თქვენ ვერ მიიღეთ დაფინანსება. სამწუხაროდ ვერანაირ დაფინანსება ვერ მივიღეთ და ჩვენი ხარჯებით რაც შევძელით 2 წლის განმავლობაში ცდილობთ რომ სულ განვაახლოთ, რეინვესტირება მოვახდინოთ, შემოსული თანხები, ასევე პირადი შემოსავალი ხმარდება სრულიად კოტეჯებს. ასე. ჩემი ხელით ვაკეთებ ყველაფერს, აქ რაცაც ხედავთ, მე ვაკეთებ, აგურის შენება იქნება, საღებავის გაკეთება იქნება, ჩემს საქმესაც თვითონ ირგებს და ერთად მოვდივართ ხალხს უკვირს, რომ გოგო ქალბატონიო როგორ აკეთებს ამდენ რაღაცას, მაგრამ გეთიმღებე? კი, აი თავისი შეღებილია აქ რასაც ხედავთ ყველაფერი. 4 თვე დაახლოებით სოფელში ვიყავით გადმოსულები, აქედან ქალაქში ჩავდიოდით მასალებზე ამოქონდა, ჩვენი ხელით ვაკეთებდით კაცის საქმეს, ვითავსებდი ესე რა ვთქვათ. ძალი შევძელით ჩვენ ეს. ფანტასტიკურია რაც არის, იცით რა მითხარით? ამისი ბიძგი მოგცათ თუ არა სხვა მაგალითებმა რეგიონში? კი, იმიტომ რომ ანუ დავინახეთ, რომ საკმაოდ პერსპექტიული ადგილი იყო ჩვენიც. და აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა სურვილი რომ გაგვეკეთებინა კოტეჯები. მოდი ახლა მე მინდა რომ უფრო ფიქრები მომიყვეთ ადამიანური. აი წარმოიდგინეთ რომ ახლა რამდენი ადამიანია სოფელში, მამა პაპისეული სახლი აქვს. კარგი ხედი აქვს და ჩვეულებრივი ადამიანური ფიქრები აქვს, ტურისტი რო არ ჩამოვიდეს. ხმა როგორ მივაწვდინო, ეს ფული რო ვერ ამოვიღო, ეს რო არ გამოვიდეს. ახლა ეს სხვა ადამიანური ფიქრები აქვს. გქონდათ ესეთი რაღაცა საკუთარ რა თქმა უნდა, გქონდა ჩვენც ესეთი რამ, იმიტომ რომ მარტივი არ ყოფილა ჩვენთვის, მით უმეტეს რო ვართ ახალგაზრდები, სულ რაღაც 25 წლისები ეს. ვაიმე, ძალიან ახალგაზრდები შვილო. კი. მე თვითონ 23 წლის ვარ, ჩემი მეუღლე 25 წლის. შეხება თავიდან არ გქონია არც ერთ ამ საქმიანობასთან, ანუ ესე ჩართულები არ ვიყავით. ჩვენი ხელით არ გაგვიკეთებია ესეთი რამ, მაგრამ შევძელით რა ბიზნესი ალბათ ტურიზმშიც არა. ტურიზმშიც არ ვიყავით. შეხება არ ქონდა მაგას. თავიდან რაღაც დაბკოლებებს წავაწყდით, მაგრამ მაგალითად რას? დაბკოლებებს წავაწყდით და ამ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვართ, აქ არანაირი კომუნიკაცია არ იყო. თავიდან მხოლოდ მიწა, ელექტროენერგია არ იყო, წყალი არ იყო, რამაც ძალიან დიდი ის მოგცა რა. ხო, შეგაფერხა. შემაფერხა. მე როგორ გამოიყვანეთ? და რამდენიმე კილომეტრი ხელით ჩამოვიყვანეთ. მეგობრების დახმარებით, რა ვიცი, რა შევძელით, რომ ჩვენი ხელებით გაგვეკეთებინა და მიგვეღწია იმ მიზანს. მოსახლეობა იყო სრულიად ჩართული, უამრავი, რავი, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ საქმეზე. დაახლოებით 1 კვირა დაგვჭირდა, რომ წყალი მოგვეყვანა აქ. ასე ხარ, როგორც ანუ ყველა რასაც გვეყვება რა მაღალმთიან აჭარაში რა, ყველგან. და ნუ თქვენ გააკეთეთ სახელმწიფოს გასაკეთებელი საქმე. კი. ანუ თქვენ დოვლათი შეუქმნით, როგორც ქვეყანას, მეც, ყველა თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ამით სარგებლობა შეუძლია. კი ბატონო. მე ესე ვუყურებ ამას, იმიტომ რომ აქ არაფერი უკაცრიელი სოფელი იქნებოდა, არც წყალი იქნებოდა, არც გაზი იქნებოდა, არც დენი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ეს იდეა. კი ბატონო. ამიტომ მე სულ ამბობ, რომ როდესაც ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მოგვიარა ეს სოფლები, ყოველგვარი ფინანსური გარიგების გარეშე და უბრალოდ ესე გვეჩუქებინა ამ ადამიანებისთვის ამ ინფორმაციის გავრცელება, სულ ამბობდი, რომ ისინი ამას აკეთებენ ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის, ჩვენს როცა ამბობ, ქვეყანას გულისხმობ რა. და ჩვენ რაც შეგვიძლია მათ გავუკეთოთ, რომ მაქსიმალურად გავარცოთ, რომ თქვენ მეტი ტურისტი მოგივიდეთ აქ და მეტი შემოსავალი გქონდეთ, ეს ჩვენს ინტერესში უნდა შედიოდეს პირდაპირ. და შედის კიდეც და მე როდესაც მე სასტუმრები მწერენ ხოლმე, რომ აი არიცი თქვენს მე რამდენმა მოგწერა, მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მგონია რომ ორმხრივია ეს ურთიერთობა და სიყვარული. რა ტურისტზე გათვალეთ, ანუ როდესაც ამას აკეთებდით, ანუ იდეაში, გონებაში რა გქონდათ, აი ვინ მოვიდოდა თქვენთან? ანუ ესე კონკრეტულად გათვლილი არ გქონდა თუ ვის მივიღებდით და ვის უმასპინძლებდით.
ყოლია სხვადასხვა ქვეყნიდან აი ტურისტები. პირველი ტურისტი საიდან იყო? პირველი ტურისტი ადგილობრივი ყავდა, ჩვენი ქართველები, ესე რომ რა მაგარია? პირველი დაბადების დღე გადაიხადეს უმასპინძლეთ, სხვა ემოციები გქონდა, სხვა დატვირთვა გქონდა. ალბათ სულ გვემახსოვრება ეს პირველი ამბავი ხო? შეშინებული რომ რაღაცა არ შეგვეშალოს, რაღაცა გამართული არ იყოს, რაღაცა გამართული არ იყოს, მაგრამ შევძელით და მივახციეთ. მაგრამ ამას ვერ მივაღწევდით, რომ არა ჩვენი მშობლები ისინი მე როგორც აუცილებლად თქვენ უნდა გითხოთ, იმიტომ რომ ეს ასაკობრივი სხვაობა. თქვენი მშობლები, თქვენ ბევრად უფრო მეტი გაქვთ ნანახი, ახალგაზრდები ხართ, ენა იცით, რაღაცა სხვა მისწრაფებები და მშობლებს რაღაცა ეს კომუნიკაცია არა აქვთ მაინც გარე. თავიდან შიშის ფაქტორი ქონდა. რადგან ეშინოდათ, მაინც დიდი რისკია ამ ხელა საქმიანობის დაწყება. და ფიქრობდით დიდი ხანი თუ გაგვეკეთებინათ თუ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ დღეში ჩვენს გვერდით დადგა, ერთ დღეში მივიღეთ გადაწყვეტილება და მეორე დღეს უკვე დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ სად უნდა შეგვეძიებინათ. როგორ მოგვეძიებინათ. სპონსორინგზე უარი მიიღეთ. კრედიტის საღებად აგჭირდათ? კი. გაისტუმრეთ უკვე თუ ჯერ არა. ჯერ ვერა. რამდენი ხანია რაც მუშაობთ? 2 წელი. 2 წელი. ანუ როგორც ჩანს რეინვესტირებაში უფრო მეცდებთ კი, და იმიტომ. რეინვესტირებაში ძალიან დიდი თანხა ჩვენ სულ არ მიდის. გქონდა იმის გათვლები, რომ ეს ქვედა რაღაც ვერანდები გვაქვს გაკეთებული, ამის გათვლები ჩვენ არ გქონდა, მაგრამ რო შეხედავდი აქ მოითხოვა, სიტუაცია მოითხოვა, გარემო მოითხოვა, კლიენტმა მოითხოვა, რომ ყველა ახალ ვიზიტორს ახალი რაღაც ხდება აქ. ან ყავსი ასევე ძირითადი ჩვენი მომხმარებლები, სტუმრები, რომელიც როგორც კი დრო გამოუჩნდებათ, ყველა სეზონზე ჩვენთან ამოდიან და აი გაოცებულები არიან ჩვენი სიახლეების თუ რას ვახვედრებთ, რადგან როგორი იყო და როგორი არის ეხა. ძალიან შეიცვალა. რის სწავლა დაგჭირთ? აი გახსოვთ აი პირველი ტურისტთან უხერხულობა რომ რაღაცა და ვაიმე ეს აი არ ვიცოდი. აი რა იყო ეგეთი რაღაცა? თავიდან ძალიან ბევრი რამე გაგვიჭირდა. ესე კონკრეტულად ყველაფერი ისწავლეთ თქვენს მოყარებთან ერთად. კი ბატონო, და ჩვენი ასაკიდან გამომდინარე როგორც წაღან აღნიშნა, შეიძლება ხაზავდი, ვაკეთებდი პროექტს, ვადგენდი, მაგრამ ესეთი შეხება არ მქონდა, რომ სხვა გამოცდილება გინდა და გამოცდილება მინდოდა, მაგრამ შეიძლება მე ერთი მახსენდება ძალიან. ახალი წლის ღამე იყო 31 დეკემბერი და აქ თოვს, მაგრამ ცივა გვაქვს 2 კონდიციონერი და პლუს ხუმელი, ხო? და ზამთარში რა თქმა უნდა კონდიციონერი ვერ მოერევა, ვერ გაათვალისწინებს და გჭირდება რომ ხუმელი დაანთო და და ამ დროს გვირეკავს მომხარებელი და გვეუბნება რომ იცი რა კონდიციონერი არ გვათვალს. it's okay. არ გვათვალს, ნორმალურია, ეს ხუმელი გვაქვს მაგისთვის სწორედ. და იცი რა, მე მთელი ღამე ხა ის უნდა გავაკეთო, ხუმელი უნდა დავანთო და ყოველ ერთ საათში ეს შეშა მე უნდა შევუთო, ესე თქვათ. და ეს იყო შოკი, რომ ანუ რეალურად ამოდიხარ სოფლად განსატვირთად იმისთვის, რომ იგრძნო ბუნების სილამაზე, ბუნების ჰარმონია, ეს რაღაც ცოტა კომფორტს მოწოდე ქალაქიდან და ადამიანი გვეკითხება, რომ აი ამისთვის მე უნდა გავაკეთო ეს. და ეს იყო სრული პირველი შოკი, რაც მე მივიღე მომხმარებლისგან, რომ აი როგორ შეიძლება, რომ ეს მომხმარებლისთვის დისკომფორტი იყოს. უცხოელები. ვინ იყვნენ, რომელი ქვეყნები? არაბები ყავდა. ეს ყველა ანუ ქეთაში ძალიან შეეხმებიან არაბებს. კი, ძირითადი უკრაინელები კი. ყავდა თურქებიც. ყველა ეროვნების ხალხი. რა უყვართ ბუნება? კი, ძალიან ეს ხედი აქ რო გამოდიან, შოკირებულები არიან, სად ინტერნეტში რაც დევს, სოციალურ ქსელში რასაც ვნახულობ და სად ეს სივრცე და ეს რეალობა ძალიან უყვირთ. ჩვენც ყოველდღიურად შეხებაში ხო ვართ აქ ამოვდივართ, ყველა ამოსვლაზე ახალი ემოციებით ვიტვირთებით. მე რო პირველად ძალიან დიდი ხნის წინ ქედაში და მოვხვდი, მაშინ იყო შოკი, მაგრამ აი ხა წლების შემდეგ რომ მოვხვდი აი თაგოში, დანდალოში, იქ მაინც ყველა ამოსვლაზე ბიჭო აი მაინც გაკეკრა. იმიტომ რომ მართლა საოცრებაა რა. თან ცოტა მკაცრი, თან ცოტა ბრანჭია მთები. მე ვამბობ რომ აჭარა არის ყველა მთის შინაარსის მიქსი საქართველოში. აი ცოტა მკაცრია, ცოტა ისეთია, ცოტა ესეთია და აი აჭარაში არის ყველანაირი მთა. გიждები აჭარა ესე მეყვარს. საოცარი კუთხე და რეგიონი გაქვთ. ეს უკვე თქვენი ბიზნესია, ამით ცხოვრობთ თუ აი ეს არის თქვენი რა, მთელი თქვენი დრო, მთელი თქვენი ენერგია ამას მეა? ვერ აღვიქვამ ამას ბიზნესად, რადგან ეს არის ჩემი სახლი, ჩემი, რავი, სიმშვიდის წყარო, 6-4 აქ რო ამოვდივარ, ყველაფერი მოვიწყდება, მაგრამ ქალაქში დატვირთულებად მუშაობ. ორივე დაკავებულები ვართ, ორივე მუშაობ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე და ყოველი შაბათი კვირა როგორც კი დრო გამოგვიჩნდება აქ ვართ, აქ მოვდივართ. მაგრამ ვერ ვისვენ. დასასრული. მუშაობ და მუშაობ. ძალიან მაგარია.
აქ წამოდი. ეს უფრო დიდია, ხედავ შენ? რაიმე რა სიმამაზეა სულ სიმწვანე 64-ში კაი რა ხალხნა რა კაია არ მიჯერა სრული 64 და ისეთი სიმწვანეა ირგვლივ და ისეთი ტყია რომ მეზობელს ვერ ხედავ გვერდზე პატაჩი და მოთამაკები ნახე მენიუ. პირველად ნახე სასტუმროში ესე კედელზე ჩამოკიდებული მენიუ. დედადი არ ნახოს ეს ინდირამ, ბორანო, სინორი, ერიშტე, კაიმაღი. მოკლედ კაიმაღი ვიცით. ფხლის მჟავა რა თქმა უნდა ვიცით. ბორანო ვიცით. სინორი ვიცი სინორიც, ერიშტე არ ვიცი. თითქმის მსგავსია სინორი და ერიშტე. ხო არა? კი. და მალახტო ეს უფრო სეზონურია ზაფხულის. და რა არის შიგნით? ლობიო ნიგზით. ლობიო ნიგზით. წამე ლობიო ნიგზით. ანუ აჭარული ტოპკერძები. კი ბატონო. რა კარგი მოფიქრება ესა კედელზე პირველად ნახე. ანუ აქ არის საუზმის სივრცე, ხო, როგორც მივხვდი? კი ბატონო, აქ ბარის სივრცეც გვაქვს. ხო. კი, აქეთ უკვე მოზრდილი საოჯახო კოტეჯებია. უფრო სამეგობრო წრისთვის, ოჯახებისთვის. აუ ეს რა მაგარი ვერანდები გაქვთ ხალხნო ოთახში არც კი ვიყურები ისეთი ვერანდები გაქვთ ანუ ახლოს მოსული ხეები რა მაგარია კი ამას მამაჩემი მაგალითად არ ჭრის ბევრი სტუმრისგან ყოფილა ესეთი უცხოელებისთვის რომ რატო ხედი არ ჩანს და ეს მამაჩემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სიმწვანე რაც ახლოს ასამბო პირიქით ანუ ეს არ მაგარია როდესაც ესეთ ხაერით ნიავი სულ არის კი ანუ საოცრება მართლა იშვიათია, ანუ სივრცე ბურგან მინახავს, მაგრამ იხე ვერანდაზე იშვიათია. გვაქვს მეორე სართულიც. ქართული ამბანი, ქართული თემებია სულ. მაქსიმალურად ვცდილობთ აქეთის სუნდათ. რა მნიშვნელოვანია ეს სუფთავე? კაი რა. აქედან მოეზოს და ისეთია. აივანი. დავიწყეთ პატარა ფანჩატურით, სადაც ჩვენივე მეგობრები დაბადების და რაღაც ჩვენივე წავალება აგვეღნიშნა. მაგრამ ეს არის ჩვენი ძირძველი ადგილი, საგვარეულო ადგილი. ზედმეტად შეყვარებულია მამაჩემი ჩვენს სოფელზე ნამდვილად და მისი სურვილი იყო, რომ ყველა გადმოსულიყავით ქალაქიდან აქ. იცდილა და კიდევაც შეასრულა ეს ყველაფერი. და აკეთა ნელ-ნელა შევყევით ყოველ წელს ვიზრდებით. და რამდენ ხანში მოახერხეთ ესე გადიდება? ეს დავიწყეთ კარანტინის დროს. ხო არა? კარანტინის დროს. კარანტინი დაგეხმარათ თუ ისა პირი დაგეხმარათ ხო? დაგეხმარა მშენებლობაში აქ ვიყავით, ვაშენებდი ადგილობრივები ყველა და მივახციეთ რა. აი რა, ერთი წელი დაგჭირდათ, 2 წელი? 2 წელი უფრო კი. 2 წელიწადში უკვე ეს შექმნით? ეს შევქმნით კი ბატონო. ყოველ წელს რაღაც იდეები მოსდის. ვაუ. მამაჩემს ვამატებთ, ხლაკ უკვე მეორე სართულით. აი, ვისაც უნდა გაშლილი ხედი, ეს აიღოს. აი რა. ძალიან გვინდა აქ ზიპლაინის გაკეთება. ხო, ზიპლაინი ძალიან კაი იქნება. გეგმაში იდეაში გვაქვს და ნახოთ როგორ განვითარდებით. თქო რაღაცა გინდათ რომ დიდად შექმნათ ეს ყველაფერი გააზიდოთ. ვცდილობთ კი. ძალიან მაგარია. აქეთ მოგწანდით. ეს 2 ოთახისგან შედგება. ვაუ! ვაუ! რა კარგია. ძალიან ულამაზესია მართლა. ისეთი მოგლობა. ისე კი ერთ ოთახში არის ეს საოცარი ხედი აბაზანი და
და მეორე სივრცეში არის საძინებელი, ასევე ამ საოცარები. სამაგარია ხო? ხო, ეს იყო ჩვენი საქეითო ადგილი დაბადების დღის აღსანიშნავი. და აქედან დავიწყეთ ყველაფერი. სამოდან მართლა. მას ვინძლობთ დაახლოებით 200-მდე სტუმარს რესტორანში. ამბეს დაიტოვებთ. დარჩენით 30-დან 40 ადამიანამდე ექსტრაპები. ყველაზე მეტად უცხოელ ტურისტებს რა მოსწონთ? მოსწონთ ჩვენი ცოცხალი პროდუქცია, არ მუშაობთ გაყინული პროდუქციით, ხორცეული არ გვაქვს გაყინული და გვაქვს ადგილობრივი, ყველაფერს ვთავაზობთ ნატურალურს. აქეთ მოგბრძანდით, მარანი ვნახოთ. მარანში ჩამოდიან ახლობენ ალბათ. რა თქმა უნდა. ეთილი იყოს მოგზადება. ვაუ, მარანიცა და მარანიც, ხალხნო. კარგით რა. შეხედე, შენ რამდენი სახეობის ზღვია? ხუთი. haralo harali hari haralo da haru haralo haralo da harulalo da ვაუ, შეხედეთ. ანუ ტურისტი რომ მოდის ეს ხვდება. კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ახალდრებთ ეს ყველს, ასინჯებთ. პირველი ადგილი, სადაც პირველი ადგილი იყო, რითაც დაიწყო აქაურობა. რა მაგარია. და ეს ამ ტრადიციას არ ვარდობთ მოკლედ. ანუ ეს არის თქვენი რესეპშენი. კი, ბატონო. აქ ჩეკინდებია. პირველი ესე იგი ესე უნდა ჩავწერო. ესე იგი ეს არის სასტუმროს რესეპშენი, სადაც ჩეკინდებიან სტუმრები, მოდიან, უნდა გასინჯონ ყველი, აი ესე. ხუთი სახეობის ღვინო, რომელიც ამ საოცარ მარანში ინახება და მოყავს და ასე შემდეგ. და მოკლედ ამის დაგემონების შემდეგ ავრე ნომერში. ან კიდე რჩებიან აქ დაგრძელებენ. ჩემი ძმა ნიკოლოზი, რომელიც წურავს ღვინოს და გაგემონებინებ. თქვენი ნაწილი გაქვთ ხო ოჯახში? კი, რა თქმა უნდა. თქვენ წარმოადგენთ გარე მარკეტინგს? კი, ბატონო. ესე იგი, მარნის დირექტორი. დირექტორი. ძალიან როგორც ვიხდი. კი, ბატონო, ჩემი ძმის. აშკარად, მამა? მამა ყველაფრის შემქმნელი, დამფუძნებელი. მამა დამფუძნებელი. მართლა? იდეის ავტორია ნამდვილად. აი, რა მე მეგონა ახალგაზრდები იქნებოდით. არა, მამა იდეის ავტორი. და უკვე საოპერაციო საქმეებში შვილები. ჩაგვრთა შვილები უკვე. რა მაგარია. მე რა თქმა უნდა პირველ რიგში ქედის ცოლი გაურ შემოგთავაზე. აჰა. ცოტა დამისხეთ, ბევრი არ დამისხეთ, მე ბევრსო. მაგრამ უნდა გავსინჯო. ჩვენი ოპერატორები ხო სწორია? თქმა უნდა. ჩვენ კაი. როგორი არამძიმეა, შეხედე? მე რო ღვინო ნახე, მე ჩემი რეაქცია ნახე ღვინოზე. მეც კი მივხვდი რომ კარგი ღვინოა და ღვინოს წოდე ხო მივხვდება. გასინჯება? გაგვიმარჯოს. მე ასპინძებს გავმარჯოთ. მადლობა. აბა გასინჯეთ და მითხარით. ქვი? ჩავთვით შუქია. სუფთას ვენი ესეცინაიროს. ეს არის ჩვენი პირველი სახლი. აქედან დაიწყე? აქედან დავიწყეთ ყველაფერი. ეს იყო პირველი, როდესაც ტურიზმი დაიწყეს, ტურისტულ. კაი, რა მომეზე დაგიწყიათ? ტურისტულ ზონათა შესაქაურობა, მამა-პაპისოვი კარმი და ეს იყო პირველი რომელიც დააშენეს და შემდეგ უკვე შეხედათ. რამხელა იმპერიად გადაიქცნენ. ანუ პირველი რას ნიშნავს, როცა გამოცდილებას ნელ-ნელა უნდა ნელ ყოველ წელს ვიზრდები. რაც მერე გააკეთე. რა თქმა უნდა, კი. მარია, მე დაპატიჟებ კოკა-კოლაზე. კოკა-კოლა ჩვენი მეგობარია და შესაბამისად ყოველთვის თან დაგვაქვს. ჩვენი მეგობარი. ხო, ძალიან სიამოვნოა. რა შემოვიდი ევროკავშირის დრო შედამხდა და გამეხარდა. მივხვდი რომ სხვანაირად ასეთ დოვლად, სწორ დოვლად ვერ შექმნი თუ შენი ღირებულება არ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საქართველოს დროშა ისე უხდება ამ თემს, რომ საერთოდ გავგიჟდი. საიდან დაიწყეთ, ხო? ერთი პატარა შენობიდან.
ნამდვილად ერთი პატარა შენობიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი. თავიდანვე იყო მამა ჩემის იდეა. ზედმეტად შეყვარებულია სოფელზე, რა თქმა უნდა, აქ დაბადებული გაზრდილია და ცდილობდა, რომ თავისივე ოჯახი, ანუ ჩვენც ყოფილიყავით ამ სოფელზე, ჩვენს ძირძველ ადგილზე შეყვარებული. ალბათ ყველა მამას, რომელსაც აქვს ესეთი სოფელი, უნდა რომ თავისი მომავალი დააბრუნოს თავის ძირში, მაგრამ ალბათ წასულიყავით ქალაქში, სწავლა ქონდათ დაწყებული, ხო? დარწმუნებული ვარ, ალბათ სხვა გეგმები ქონდათ. ხო, როგორ მოგხიბლათ? ანუ როგორ დაგარწმუნათ, რომ აქ შეიძლებოდა ასეთი სივრცის შექმნა, რომელიც იქნებოდა ტურისტული ჰაბი აქ ამ პატარა სივრცეში. აი, დაგვარწმუნა, მაქსიმუმი გააკეთა, ააშენა ყველაფერი, გვაჩვენა, რომ შესაძლებელია, რომ განვითარდეთ ყოველწლიურად, ყველაფერი შევთავაზოთ ჩვენ სტუმრებს. ანუ ბათუმში რაც უნდა გვეკეთებინა, მაგალითად ქალაქში, სიტყვაზე ვთქვათ, გავაკეთეთ ჩვენ სოფელში ეს ყველაფერი და სოფელში დავიწყეთ საოჯახო საქმიანობა, საოჯახო ბიზნესი. რა ტიპის ტურისტზე გქონდათ გათვლილი, როდესაც ამას შეუდექით? აქცენტი გაკეთებული გვაქვს უცხოელ ტურისტებზე, სხვადასხვა ქვეყნებიდან. აი, ქვეყნებში შეიძლება ჩამოგვითვალო, საიდანაც ყავდნენ. არაბეთი ყოფილა, პოლონეთი, უკრაინა ყოფილა, ინგლისიდანაც ყოფილან, ამერიკიდანაც ყოფილან. რა ვიცი? აზე ხარ ამერიკიდან როგორ მოგვაგნეს? კი, ბევრი სტუმარია ნამდვილად. უცნაურია, როდესაც მამის იდეა იყო ეს, ასაკისგან თვალსაზრისით. როგორ დაგანახათ ეს იდეა? რა მინდაო რომ გავაკეთო, რას გეუბნებოდი? სიმართლე გითხრათ, სულ პირველად, აი ჩვენი პირველი სახლი რაც გაჩვენეთ, ამოსული ვიყავით და აი ხის ჯოხით დამიხაზა მიწაზე. აქ ეს უნდა ავაშენო. და ვკითხულობ, აქ როგორ შეიძლება ეს ააშენო და როგორ შეიძლება ეს გააკეთო, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ამოვდივარ და მხვდება უკვე ეს აშენებული რაღაც ნაწილობრივ და უკვე მართლა შოქში ვიყავი, რომ არილევა ამ ადამიანის იდეები, ყველაფერი რა თქმა უნდა გეგმის გარეშეა გაკეთებული, ეს მამაჩემის ფანტაზიით, მამაჩემის იდეით. ნელა კი ბატონო, ეთყობა კიდევაც, რომ ნელა არის შემატებული. რაღაც თქვენი გააქვთ, მაგალითად ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავით, მასპინძელი აუცილებლად ატანს მურაბას ტურისტს. კი, რა თქმა უნდა. მეორეში ვიყავით, კიდე საი თქვენ რა გაქვთ ისეთი? ჩვენთან ღვინოთი ვართ, უფრო წასული. არის ერთ-ერთი ყურძნის ჯიშია საკმიელა, რომელიც უკვე გადაჩენების პირას არის და ჩვენ ეს უკვე მოვიშენეთ და ვცდილობთ რომ ეს გადაშენებული აღვადგინოთ დიახ ღვინის ნაწილში ვართ თქვენი რესეფშენი ვნახეთ საოცარი ბატონო ნატურალური საჭმელი კი ვცდილობთ ადგილობრივი ფრინველებიც ჩვენ გვყავს ადგილობრივი რძის ნაწარმი ბოსტნეულობა ჩვენი მოწეული მოსავალი გვაქვს მაქსიმალურად ვცდილობთ სტუმრებს შევთავაზოთ ჩვენს მიერ გაკეთებული თუნდაც მურაბა იქნება თაფლი ყველაფერი გვაქვს ჩვენი ადგილობრივი, რა თქმა უნდა, სადამდეც გვეყოფ, რამდენსაც გავწუდებით. ალბათ წლების წინ ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდით, თუნდაც ბავშვობაში, ხო? წარმოიდგენდი, ნამდვილად, აქ ესეთი რამის გაკეთება თუ იქნებოდა შესაძლებელი. გაბედნიერებთ, რაც თავარია. ეს შეგრძნებები თან ყველაზე მაგარი ნანუკა იცით რა არის როცა სტუმარი გიჯავშნის მაგალითად ერთ ნომერს ერთ კოტეჯს და რჩება 1 ან 2 დღით და იმდენად მოხარულია იმდენად მოსწონს რომ როცა ამატებს რამდენიმე დღეს კიდე და რო რჩება ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ხო family management-ია ხვდებით როგორც ნათესავს როგორც ოჯახის როგორც ოჯახის წევრს როგორც ოჯახში ისევ სტუმრობთ ჩვენს ნებისმიერ სტუმარს წარმომიდგენია იმიტომ რომ ძალიან ბევრია რივიუებში რას გიწერენ ჩვენს პირად სახელებსაც კი წერენ რომ აი ესე მოგვემსახურა ესეთი იყო კარგი იყო სახლში ვიგრძენით თავი და რა ვიცი ბევრი კომენტარებიც გვაქვს ძალიან მაგარია ძალიან საოცრებაა ხალხო საოცრებაა როდესაც ანუ ადამიანებმა მაღალ მთაში სოფლით გააცნობიერეს რომ შეუძლიათ ისეთი სივრცე შექმნა რომელიც შემოსავლის მომტანიც იქნება სოფლისთვის და რეგიონისთვის ფანტასტიკური იქნება თვითონ სიამოვნების ანუ ეს არის ძალიან მაგარი რა როდესაც და მე როდესაც ამაზე აქცენტს ვაკეთებ და ესეთ სიუჟეტებს ვაკეთებ სულ ვცდილობ რომ მაქსიმალურად სოფლში ადამიანმა საკუთარ თავშიც რესურსი დაინახოს რომ ეს მეჭმილია რომ მეტად უფრო შეხალისნენ და მეტი გააკეთონ კი დარწმუნებული ვარ რომ ესეც იქნება ვიხარიათ მანთან ვასტუმრად. კეთილი იყოს მოგზანება. იმიტომ რომ ძალიან კარგი მაგალითი ხართ ჩვენ მოყურებლებისთვის. საიდან დაიწყეთ? ანუ ამ პირველად ამ იდეამ რო ჩვენ გვაქვს იმ შესაძლებლობა ენერგია რესურსი, რომ ეს ჩვენ თვითონ გავაკეთოთ და ჩვენ ვიყოთ ვეკუთვნოდეთ ჩვენს თავს, ეს ვის მოვიდა პირველ რიგში აზრ? ჰილტოპის დაარსების ისტორია არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად სირთულებით სავსე. ხო.
იმიტომ რომ მთელი პანდემიის პერიოდი შენდებოდა ჰილტოპი. მოკლედ დავიწყო თავიდან, მე და მამუკა ვმუშაობდით სასტუმრო ინდუსტრიაში და საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვეთ ამ მიმართულებით და შესაბამისად გაჩნდა იდეა და სურვილიც, რომ გაგვეკეთებინა ჩვენი განთავსების ობიექტი. ხო, მაგრამ ამას ხო ფული უნდა. ამას ხო ძალიან დიდი რისკია. ეგ იყო ყველაზე რთული. ფულის მოძება? ანუ ეს იდეა რჩებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნდა და მამუკა კაცებს რისკი არ უყვართ. იმ პერიოდში ძალიან რთული იყო ჩვენთვის. არ ქონდა ის შესაძლებლობა, რომ რაღაც საკუთარ თავზე აგვეღო ეს სამხელპასო ვირგებლობა. ფინანსური ოჯახს კიდე არ ქონდა იმ ხელა რესურსი. სად მუშაობდი მაგ დროს? მე 15 წელი 16 სულ სასტუმროში ვიყავი. რავი, ბათუმში ალბათ ერთი 7-8 სასტუმრო მაინც ალბათ მიმუშავია. ოცნებების დონეზე ქონდა ყოველთვის გვინდოდა, ძალიან დიდი სურვილი ქონდა, რომ ჩვენი ქონოდა. თუმცა ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდით ამაზე და ბოლოს რომელი 2019 წელი იყო, რაღაც მცირე დანაზოგი ქონდა, რაღაც 3000 ლარი. და ამ 3000 ლარით უბრალოდ ვფიქრობდით, რომ რომელი პირველი ნაბიჯი გადაგვედგა ეს საფუძველი ერთი კოტეჯის თუ რაღაც კომუნიკაცია მოგვეყვანა, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგებოდა. ეს მიწა უკვე ქონდათ? ამ ტერიტორიაზე ქონდა სათბური. მოყავდა სხვადასხვა ჯიშის კულტურა და როდესაც ამოვდიოდით სათბურში, ყოველთვის ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ამ მიწას აქვს სასწავლი პოტენციალი. თავისი ლოკაციიდან გამომდინარე, ხედებიდან გამომდინარე, ბიომრავალფეროვნება სიმწვანეში ჩაფლული და აქ გვინდოდა, რომ ჩვენი ოცნების სახლი ყოფილიყო ამ ლოკაციაზე. და 2019 წელია, როგორც მამუკამ თქვა, გვაქვს მცირე დანაზოგი 3000 ლარი, თუმცა ეხლა გვეცინება, რომ 3000 ლარიდან რანაირი ბიზნესი, როგორ ბიზნესი უნდა დაიწყოს 3000 ლარით და მოკლედ ამ დროს ასევე დაინტერესდა ჩვენი მეგობარი, ეხლა უკვე პარტნიორი და სამივემ ერთად დავიწყეთ ფინანსების მოძიება ერთობლივად. კონკურენცია არ იყო მაღალი. ალბათ სადღაც იდენტური განთავსების ობიექტზე მაქვს საუბარი. ალბათ 5-6 თუ იქნებოდა. ეხლა ალბათ რავი 100 მინიმუმ. თუმცა ზუსტად იმ რეინვესტირების და პლუს ამას სტუმარზე ორიენტირებულობის გამო შევინარჩუნეთ ჩვენი. კი, იმიტომ რომ 4 ვილა და 3 ვილა დაკავებული გაქვთ. უკვე მე-4-ს. უკვე მე-4-ს. კი, უკვე მე-4-ს. ანუ ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ძალიან სწორად აკეთებთ რა, იცით. რაღაცა თქვენი კონკრეტული მომხმარებელი ყავთ, რომლის გემოვნებაც იცით, რომლის ხასიათიც იცით. კი, ანუ სწორად მივდივართ ნანუკა, ჩვენ გვინდოდა რომ გაგვეხსნა განთავსების ობიექტი, რომელიც იქნებოდა განსხვავებული ვიზუალით, განსხვავებული ხედით, დიახ და არასტანდარტული და ვიქნებოდით სტუმარზე ორიენტირებული. რაში გამოიხატება, რას გულისხმობთ ამე? როდესაც სტუმარი მოდის ჩვენთან, პირველი კომუნიკაცია აქვს სტუმრებს ჩვენთან, ჩვენ ხვდებით. ჩვენ ვუქმნით პირველ შთაბეჭდილებას სტუმარს ჩვენზე და ზოგადად ბათუმზე, საქართველოსზეც და ყოველთვის დახმარების ხელი გვაქვს გაწვდილი სტუმრებისთვის და როგორც ჩვენი ოჯახის წევრები, ისე აღვიქვავთ თითოეულ სტუმარს. და ძალიან გვიხარია, ბედნიერები ვართ და ანუ როცა მიდიან ეს სტუმრები ბუკინგზე წერენ შესაბამის რივიუს. ფიდბექებს და ეს ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უკავშირები არის ის ყველაზე ფიდბექი, რასაც ვიღებთ. ეგ არის, ეგ ყიდის მე. ყველაზე დიდ სიამოვნებას მაგ დროს ვიღებთ, როცა რაღაცა დადებით კომენტარს ვკითხულობთ ჩვენ შესახებ. ამ ბიზნესმა უკვე სიამოვნების მოტანა მოგესე კი დაიწყო. არ არის მნიშვნელოვანი მარტო ის, რომ რაღაც ერთხელ დაჯავშნაზე ან გაყიდვაზე იფიქრო და იქ დასრულდეს ყველაფერი. ორივე ჩართული ვართ, ნინი როგორც გაყიდვებს, რეზერვაციებს, housekeeping-ს, მე კიდე ტექნიკურ კუთხეს ვუყურებ და აქედან გამომდინარე სტუმარი როცა ჩვენსგან მიდის აუცილებლად ყველა შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ რომ მათგან ის რაღაცა შთაბეჭდილება მივიღოთ და გაგვიზიაროს ის შთაბეჭდილება თუ თუნდაც რამე ხარვეზიან რაღაც განსაცდელი იყოს. გაგაცხრა შეგისწოროთ თუნდაც მესმის. ქართველები დადიან ნინი?
დადიან, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად არაბები. კი, ჩვენ ძირითადი მომხმარებლები არის გალფის ქვეყნებიდან, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ისრაელი, დუბაი, ისრაელი, უკრაინა. საქართველოს მოქალაქეები, ალბათ სადღაც 1-5% იქნება. ძირითადად მაინც ადგილობრივი ბათუმის მკვიდრები. და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ იმას ვაკეთებთ, რაც გვიყვარს, ძალიან გვიყვარს. და თან შემოსავალი რომ მოხდა. კი. იშვიათია. ყველაფერი არის შექმნილი ჩვენი ხელით, აქ რასაც ხედავთ ამ ლოკაციაზე. და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო მეუღლეს, რომ მე დღეს ესეთი წარმატებული მეწარმე ქალი ვარ, არის მისი დამსახურება, რომ ყოველთვის უდიდეს საფორტს, მხარდაჭერას ვღებულობ მისგან და არასოდეს არ მაძლევს საშუალებას, რაღაც მოვდუნდე და კაი რა, რა მაგარია. კი. და ძალიან მაგარია, ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც უნდა თავის მიზანს მიაღწიოს, არ უნდა დაზარდეს და აი შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. ოღონდ გულით შრომას აქვს შედეგი. რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ ხდება ეს ყველაფერი, ამას დრო ჭირდება და მე მჯერა რომ ნებისმიერი სფეროში არ აქვს მნიშვნელობა ეს ტურიზმი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, თუ ადამიანი თავისი მიზნისკენ გული და სულით მიისწრაფვის და ამაში თავის თავს დეებს და შრომას და ენერგიას ყველანაირად ის აუცილებლად გამართლდება რა. მეც ისე მგონია. ჩემი იყო. აპატიე. კაი რა, მოდი რა, კარგი ხედია განახო. ნახე რა მაგარია. კაბელი გამორე. აკა შეხედე რა სილამაზეა. იქით გაიხედე ბიჭო, მე კი არ სილამაზე. აკო გაიწეცე და ფოტო უნდა გადავიღო, რა ჯავახე. ზარარარარა. აკო გადი. 2 წუთი ავდგავარ და ვფიქრობ, ახლა თქვენ ხო იცით სადა ვარ? სოფელში. არ ვიცი, ჭკუითა და ვარ კატასტროფა. ჰაერი. ტრენდი ყოფილა რომ ის არის. რასაც აისმე, ხო? ის უნდა დაიბნიო თავზე და დავაიხე ხო სახე. ახლა ხო და რაზე ვლაპარაკობდი? ვინ არის მისი ხმა ისმის? ვინ ამოდის კიბეზე? გოგო, ვინ ამოდის კიბეზე ხო არ იცი? მე თუ ეს ხალხი ხო საკუთარ სახლებში არ აჩერდება. მომდივარ. ჭაბის წია არა ნერვები. ვაიმე. მერთო მაღალო ხელები დამიჭირე. ჩაცუნდა პიტაკში ვარ. სად ვარ? სად ახარ ამავე თუ TikTok-ი თქვენ სად იქნებ? გაიცაით, ეს არის მაღალი ნანუკა გამხდარი. რა კარგია ეს გამხდარი შეფასება დავიმსახურე როგორც იქნა. ხო, ფეხები მიკაკალებს. ესე იგი, მე დოდონასთან ვარ თუ გვანცასთან? დოდონასთან ახარ, გვანცა გასულია. 1-2 საათით გავიდა. წამოდი გენა. როგორი ნამსხვრაფი შუები. მე თუ მაღალო თავი ამტკივდა. ვაიმე, ლეღვები, რეები დაალა. ხო, ლეღვი გაძვირდა, მაგრამ არა უშავს ვიყიდი ახლა სხვა რა გზა იყო. ვიყიდე ლეღვს ავიღებ. აიღეთ ბანანი თუ კიდე ორი ბანანი აიღეთ, შემცავ სერავი. ხო, დოდონ, მოდი აქ. მიკაკალებს. როგორი სტუდია მოაწყოთ? აი ამ სახს უხდება ეს სტუდია. ხო, ქემეულია. დავიცი ტრენდი. პირველად არ დავუნგრიე. შეიძლება ბანანი ძალიან კარგია დეპრესიის დროს, იმიტომ შეიცავს ბუნებრივ სეროტონის. რასაც შეიცავს ხოლმე ფსიქოტროპული წამლები. ამიტომ ფსიქოტროპულ წამლებს თავი დაანებეთ და ბანანი ჭამეთ. დღეში ერთხელ და თქვენი სეროტონინი აიწევს. და დეპრესია გაქრება. მე თვითონ ფსიქი რაღაცა თქვა. ახლა რა დაიმახსოვრებს მაგას. ეხლა მოდი გადადი გვანცაში. გადავა. როგორ ხარ? მოდი ამებს მოვიძრობ, თორე ვერ გადავდივარ. ჩვენ პერიოდულად ხომ ადამიანებს ვაცნობთ, რაღაცა 21 საუკუნე ხომ მოიტანა ეს რა. შეიძლება ცნობილი ხარ გახდა ერთ დღეში სახლიდან გაუსვლელად. ტრენდებმა, აი ამ რაღაცნაირად TikTok-ებმა, Facebook-ებმა, Instagram-ებმა ახალი სახეები შექმნა. და ესე იმ დღეს TikTok-ზე ჩემი აღმოჩენილი ხარ, გათვალიერებდი, არ ვიცი, Facebook-ზე თუ სადაღ მოგაჩნია და ჩაუგდა ჯგუფს და უთხარი რა. ნახეთ თქო რა სახასიათო პერსონაა თქო და მივიდეთ თქო და შენთვის შემოსავალია თუ პოპულარობა ახლა ეს? ახლა ის ეტაპია, როცა პოპულარობა და შემოსავალი იწყება. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი იქამდე უნდა მივიდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შრომობ და აი ასე ხო არ გავიფანტები, რაღაც ხო უნდა ვაკეთო, რაღაცით ხო უნდა მქონდეს შემოსავალი.
და თუ იქნება და დაწყებულია, ნუ ბარტერები, პატარ-პატარა შემოთავაზებები, ოღონდ როგორც გვანცა არ ვაკეთებ არაფერს, როგორც დოდონა. ხო, რა თქმა უნდა. ხო და არც არავინ არ მიკვეთავს პრინციპში როგორც გვანცა. გვანცას ხო არ დაგიკვეთა, იმიტომ მათ მოწონთ შენი პერსონაჟი რომ არ ხო, აი უფრო ძირითადად და აი ახლა იწყება და თქვენი მეშვეობით მე მგონი უფრო მომემატება. კი, მე გავგიჟდრეთ ისა გავიგე რომ მისი ძალიან დიდი სრული იყო ნანუკასთან მოხვედრა. კი. ძალიან მინდოდა რომ თქვენამდე მოსულიყო და აი ისე რომ არ მოსულა. სულ შემთხვევით აღმოგაჩინე უბრალოდ რაღაცა ძალიან სასაცილო იყო მაკიაჟი კეთებდი დოდონა. და რაღაცა თქვი რომ აი ძალიან სახასიათოა თქო. ანუ როგორ ხდება რომ შეიძლება ესე სახში ვიყო დახურულ სივრცეში ცნობადობა ნოლი და ერთ დღეს იღვიძებ და ახლა 300,000 რაღაც ნახვები შენი უკვე იმდენს აღწევს რომ ინფლუენსერი ხმე სიტყვა ინფლუენსერი არ მიყვარს მაგრამ ნუ ხარ ხო ვარ აი მაშინ გავიაზრე რომ უი ადამიანები მცნობენ ოღონდ გვანც არავის არ უნდა და დოდონა ოცკო ქუჩაში ადამიანები მაჩერებდნენ რა იქამდე ვერ ხვდებოდი კიდე და იმდენ სითბოს ვიღებ რომ აი უბრალოდ არ ვიცი ხალხო სად წავიღო ხოლმე ემოციები არ ვიცი ну ძირითადი მაინც უფრო ემიგრანტებზე მიდის აი ძირითადი მასა ვინც ყოველ შემთხვევაში მეხმიანება აი უფრო ემიგრანტები რა და იცი ვისი პროტოტიპი შექმენი ესე რომ ვიღაც დავინახე ასეთი რამე მე ვარ რა აი ცოტა რთულად შეიძლება აღსაქმელი იყოს რასაც ვამბობ მაგრამ მე ვარ ჩემში ცხოვრობს ძალიან ბევრი ხა როგორც მსახიობი და მივხვდი რომ უკვე დრო იყო სხვა საფეხურზე გადავსულიყავი რა ის ადამიანი ვინც ცხოვრობდა ჩემში გარეთ გამოუშვი ხო გამოუშვი და ძალიან დავისვენე ეს შენი მთავარი როლია მსახიობი ხარ პროფესიით და დოდონა შენი მთავარი როლია დოდონა არის გოგო, რომელიც რეჟისორიც ვარ, სცენარისტიც ვარ, ყველაფერიც ვარ და ალბათ ყველაზე მეტად ვამაყობ ამ პერსონაჟის შექმნით რა. როცა ვიცი რას ვაკეთებ. პრინციპში დოდონა არის რაღაცნაირად სტატისტიკური მონაცემებით 10-დან ალბათ 8 ქართველი ხარ. კი. არა? კი. სხვათა შორის მე ძალიან დიდი ლანცქოს ობიექტი გავხდი, ქალბატონმა მომწერა დილის, არ ვიცი, მგონი 8 იყო საათი. ასეთო რატომ აჩვენე ხალხს მე ვინ ვარ და ვერ მივხვდი საერთოდ რაზე იყო საუბარი, იმიტომ ჩვეულებრივად დავდერ ძალდედამთილზე ვიდეო, როგორც ნებისმიერი სხვა, ქონდა არაჩვეულებრივი გამოხმაურება და ჩემს ისტორიას რატო ყვებიო, მე შენ გიჩივლებო და ანუ აზე ხარ? ძალიან დიდი აგრესია, გინება მოყვა. რამდენიმე ქართველმა დედამთილმა გაიფიქრა რომ მისი პერსონაჟი გააშარჟე მეთქე და ძირითადად ჩემი ლანცხვა მიდის როცა ძალდედამთილს ვეხები. დედამთილების გამო? კი, ძალიან დიდი ლანცხვა მიდის. გვანცა, შენი ცხოვრება შეცვალა ამან? კი. რა მოგიტანა? ყოველდღიურად უდიდესი სიყვარული, რაც ძალიან გვაკლია ადამიანებს. იცი რატო? იმიტომ რომ რაღაცა სახლიდან არ გადიხარ, სახლში ხარ და შენი პლატფორმა გაქვს, შენი სცენა გაქვს, შენი აპლოდისმენტები გაქვს. ყველაფერი შესაძლოა. ანუ შენი პატარა თეატრი გაქვს. კი, პრინციპში რაც მინდოდა ერთგაც თეატრი. მეგوار. ამით ფილმის რამე დაუმტკიცე? კი. ვის? ადამიანებსაც არ ჯეროდათ იმის რაც დავიწყე და მე მთელი არსებით მჯეროდა. აი ზუსტად ვიცოდი ანუ როცა TikTok-ის ამ გმირს ქმნიდი, არ გიჯერებ. ანუ იყვნენ ადამიანები, რომ კარგი რა სხვა რაღაცა იქიდან რაღაცა სკეჩები გააკეთე და ჩემთვის არაფრის მომცემი არ იყო. ანუ ვერ ვუხსნიდი, რომ არ არის ეს ჩემთვის ღირებული. იმიტომ რომ მათ ნაშრომს არ ვაფასებდი. უბრალოდ ჩემთვის არ იყო არაფერი როგორც მსახიობისთვის და ვინც გამწია გვერდი თუ გამომწია, მიუხედავად თუ შენ ისეთი კარგი მსახიობი ხარ, მაგრამ ნუ რას ვიზამ, ყველას მოგესალმებით ნანუკა შოუ. ყველას გახსოვდეთ, რას ამბობდით თქვენი პროგნოზები. ეს გახლავთ შენს ოცნებასთანაც, რომ ტელევიზიაში მოხვდე. ნუ მე ეს ჟურნალისტიკა შორს არის, იმიტომ რომ მე არ მაქვს შეხება. არ გულისხმობთ აი რაღაცა ვანო ჯავახიშვილის საკმეჩი გიცდია, როდესმე მისვლა. ქონდათ კასტინგი სხვათა შორის დაიდო. ვიდეოები უნდა გამოგვეგზავნა, არა მისვლას არ ეთხოვდნენ ვიდეოებს. ვიდეოები გავუგზავნეთ. გამოხმაურება არ ქონიათ არანაირი, მაგრამ მე გავუგზავნე. და აი ნადეტა რა საინტერესო ხა დოდონაზე რას ფიქრობენ? არ ვიცი. მე ძალიან მაინტერესებს. დედა არის ემიგრაციაში. რამდენი წელია? 15. დედა და ფიქრობ რომ შენ წახვიდე? კი. ალბათ დიდი ალბათობით მომიწევს, კი. ფინანსების გამო. საბერძნეთში? საბერძნეთში ვერ, იმიტომ რომ კაცების სამუშაო ნაკლებად. ანუ საბერძნეთში ძალიან რთულია კაცების ოჯახით, კი.
სად გინდა წასვლა? ჯერ არ ვიცი, ალბათ იტალია ან საფრანგეთში ცოტა რთული მდგომარეობა, მაგრამ აი არ ვიცი ზუსტად. ანუ აქ მე იმდენი დასვენებები მაქვს, რომ აი ამ დასვენებებში რა ვაკეთო შეუძლებების დროს, ამიტომ თუ რამე არ გამოჩნდა ისეთი, ჩემი ყოველდღიურობა რო შეცვალოს და ყოველთვიური სამსახური იყოს, როგორც ჩვეულებრივად მუშაობენ ადამიანები, დიდი შეუძლებების გარეშე ალბათ არ წავალ, მაგრამ ამ ეტაპზე ასე დგას სამწუხაროდ დღის წესრიგში. ესე იგი, მოვედით ტევე პირველში ბანოსთან, რომ ვანახოთ დოდონას ვიდეოები და დანარჩენს ვნახავთ რა. ვანო! 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 და რა ოლიგარქული ოფისი გაქვთ? გამარჯობა, ლამაზი, ფერადი. რა კარგად მოწყობილ ხართ? როგორ ხართ? კარგად. ესე იგი, მე შენთან კი იცი რატომაც ვარ მოსული, მაგრამ მაინც გეტყვი. მაპატიეთ. მომივიდა და მეზობელი არხიდან. ჩემოაქრო, როგორ ხარ ჯერ მითხარი? კარგად. ეს არის ერთი გოგო, რომელსაც TikTok-ზე აქვს თავის ბლოგები, ვიდეო ბლოგებს აკეთებს და ინტერვიუში მითხრა, ჩემი ოცნებაა, რომ ერთხელსაც ვანომო და მაგისმაო, შემადგენლობამო, ჩემი ისინი ნახოსო, რომ მაინტერესებს შემიფასონო, თუ მოსწონთ ჩემი გმირიო და აბა შემახედე. აბა ნახე. ეკაია. ოღონდ ეს თვითონ არის სცენარისტი, რეჟისორი, მაკიაჟის მოკეთე ყველაფერი. ეთყობა ის. თავის იმითაა ეს სათვალეები. წდება ხმა. ყურადღება არამსახსა ყურადღებას. აი მაგალითად TikTok-ზე არის დოდონა ძალიან პოპულარული. აი აგეთი ტიპის იუმორის პოპულარიზაციას რა განსაზღვრავს? ანუ რატომ მოწონთ ხალხს? იმიტომ რომ ზოგადად ხალხის დიდი რაოდენობა ზუსტად სიტყვაზე ეგეთ გარემოში შეიძლება ცხოვრობდეს რა და იმდენად მათთვის მისაღები დიალოგია და საუბარია და მეტყველების მანერაა რომ ეს აი მაგალითად ჩვენი ნანული და გურამი ხო გახსოვს ეს ხო ტიპიური სოციალური თემატიკის აი რაღაცა ყველა კორპუსში ეგეთი ოჯახი არსებობს და ასე იყო რეალურად ნანული და გურამის მიმართულება ის იქაც ჩვენ ახლა ბევრ სიტყვაზე ბევრ ხუმრობასაც კი არ ვამბობთ მაგრამ იმდენად რაღაცა ბუნებრივად ლაპარაკობ ხო და ეგ და ანუ მაგ დოდონას რას ურჩევდი? ვეთყოდი ნიჭიერი გოგოა ძალიან ხო, სწორად აქვს ეს იმორის მიმართულებაც აღებული, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ძალიან მოიწონს ახლა ხო ხდე ბევრნაირი არსებობს იუმორი და ეს განსაკუთრებულად ისეთი აი ხადავო იუმორი რომ ხო იცი ხო არის ეგ მიმართულება რა და ამიტომ ნიჭიერი გოგოა წარმატებებს უსურვებ და გააგრძელოს კაცო გიყურებთ გიყურებთ გაკვირდებით შოქში ვარ. ძალიან გამიხარდა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან უღრმესი ჩემი ბედნიერებისათვის.